არ ამგონია ჩემნაირი ანუ ჩემნაირი ბარები დაწეროს. ეს შენთვის, მაგრამ სმენელი ძალიან ბევრ რეპერს ეხება ეგ რა. მეც გონია მსგავსი სიტუაცია. YouTube-ზე მილიონი ნახვა მაქვს, ყოველდღე კიდე ვარ. გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით YouTube მაყურებლებო, მე გახლავართ Young Mike-ი, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. დღეს ჩემი სტუმარია MC და DJ, რომელიც ჩემი ინფორმაციით თუ არ ვწდები, ან პირველი, ან ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც სკრეჩინგით იყო დაკავებული საქართველოში, ხო? ერთ-ერთი პირველი. ჩემამდე იყო ჩვენი ძმაკაცი სიონი Hi-Fi-ის მთავარი ჰედი სელექტა. Juno Q-beat ეწერა ადრე. რაღაც ეგრე რა. დღეს უბრალოდ ახლობლები Juno-თი ვიცნობთ, ლევან ხურცილავა და სამორი მახსენა მაგ ბიჭზე, რომ იმის აქვე ბახტრიონის cool hair-ქიაო. ანუ შენ ის თუ cool hair-კი არის ბახტრიონის, შენ დიღმის ვინ გამოდიხარ? მე Grandmaster Flash. Okay. დიღმის Grandmaster Flash-ი. და რა თქმა უნდა, ჯგუფი ძველი რესურსის ერთი ნახევარი გროტესკი. დღეს რა მოგიყვანა ჩვენთან? რა მოგიყვანა ბარში? ბიჭო, თქვენზე გავიგე, რომ რაღაცა ბარიაო რა და რა თქმა უნდა შეიკერი გექნება და რაღაცა და კი, არის შეიკერის და მსმენია სხვა კაჩოკებისგანაც რომ კაი შეიკებს აკეთებთ რა, ხო და Okay. ჩემ მიქს ვაკეთებ ხოლმე ამ რაღაცეებით. ელკარნიტინი.ენ არ მოიტეხო. სერკულინ ბაბა. Okay. არაფერი კამპოტია რა, წყალი გააძრა და. Okay. აი მე ვისაუბრ რა. ამინ. ამდენი წელია ვუკრავ და ბარში და კლუბებში დავდივარ რა ცხოვრებაში ეს არ მჭერია ხელში აზე ხარ? შევა მოგეცა. საშუალება. აუ რა ვიწუწავე. მე მგონი საკმარისია. არა, ხელისთვის მოგეცი. ხარ გაგვაგიჟებს? არა. პეტალანინი არ წამოვიხე და არ გაგვაგიჟებს. ანუ ამ flavor-д არის რეალურად, მაგრამ ძალიან საიზღარი გემოაქვს. მე რა. კაცები ვართ, მე გაუძლოთ. ჩანჩი. არა, ეგრე არა, გადაკარი. არა, რა ან flavor-д, ბიჭო, მაგარი გემოაქვს. დამევასა. რა აქვს ბიჭო, მაგარი გემო არ გადავიდა. ანუ მჟავეა, მაგრამ მე გემრიელა რა. ყლეობა, შეძვა, აი უყლებესი გემო აქვს, საზიზღრობა. აი ეს ვის მოგწონთ ამიხსენი? ნო, კაია. როგორ ემზადები ბეთლისთვის? რა სტაბილურად. ვიცი რა მაინტერესებს, აი შენი ოპონენტი ცნობილი არის, რომ აი ეს მრავალფეროვანი flow-ებით და სხვადასხვა ბითებზე კარგად ერგება და შენ ქონია შენ ბეთლი ადრე არაერთი, თუმცა მხოლოდ აკაპელა რა. აკაპელა. ნუ ახლა თუ არ ჩავთვლით აი რაღაცა freestyle-ები იყავი. ბიძე არ მქონია როგორც ეგეთი. ეგეთ ფორმატში. ხო. აი ხო და რა მოლოდინები გაქვს რა გამოწვევებია. ჩემი ძლიერი მხარეები, მისი სუსტი მხარეებია ჩემი აზრით. ნუ ფლატმასე არა, მაგრამ დაახლოებით. და მრავალფეროვან flow-ებსაც შეეხება, როგორ არის, იცი? ანუ ნებისმიერი რეპერის, ნებისმიერ flow-ს და ნებისმიერი ინსტრუმენტის, ნებისმიერ პატერნს გავაკეთებ. რამე. უბრალოდ მან როგორი საკითხია, იცი, ჩემთვის პირადად? აი მაგალითად DJ ვარ, ხო? მაგალითად რა, რეალურად DJ ვარ რა და ვუკრავ. და ვიცი სკრეჩაობა. ეგ ხო არ ნიშნავს, რომ დავდგები და საათნახევარი ახლა დავსკრეჩავ ყველა ტრეკს. რიანას ვოკალს გადავსკრეჩავ, მაგას ხო არ ნიშნავს. მაგრამ შემიძლია. მაგრამ ანუ სად გამოიყენებ და როგორ გამოიყენებ, არის მეორე საკითხი. ეს არის შენც ხო შეგიძლია ჰიპერსტრაფი რაღაცა დაწერო. აი რაღაც სილები იპოვო და შეიძლება ვერ შევასრულო ჰიპერსტრაფი. ჩემი ტემპიდან გამომდინარე. ხო, მაგრამ ზოგადად ფიზიკურად ხო შეგიძლია ეგრე დაწერო. კი. ხო? კი. მაგრამ რამდენად საჭირო ეგ ხო მეორე საკითხია. ხო, რამდენად საჭირო ეს არის მნიშვნელოვანი. არა, ისეთი ისა აქვს ისტორია აქვს ახლა რომ სადაც გააკეთა რაღაცები. კი, მე ის flow როგორ არის, იცი? ანუ ძალიან ბევრ რეპერს ეხება ეგ რა.
როცა ვუსმენ რეპერის flows და ვიცი რომ პირობითად ეგ TI-ის ალბომიდან აი მე-6 სიმღერის მეორე ვერსიის flow-ა, ან ეს Denzel Curry-ის საწყალი პაროდიაა, ან აი ეს კონკრეტულად ეს ვერსი Travis Scott-ის ზეგავლენაა თავიდან ბოლომდე. ცოტა, რავი, არ მხედავს ეს შენთვის, მაგრამ მსმენელი ხდება ესე. მე სხვანაირად ვერ ვიაზროვნებ. შეიძლება, ხო, მესმის, ჩემთვის არა, საბოლოოდ შედეგზე რას ახდენს ეს? ბიჭო, რავი, არ ამგონია ჩემნაირი ბარები დაწეროს რა. პროსტა სხვა ბატლებიდან გამომდინარე არ მინახავს მსგავსი ბარები რო ეწეროს სადმე. რითმავს, რაღაც flow switch-ებს აკეთებს, რაღაცეები იქით-აქით, რაღაც ხო, მაგრამ bars are bars. Fair enough. დაიგოს. მე მახსოვს ჩვენ როგორ გავიცანით ერთმანეთი. არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა. ეხლა რომ მოყვე შეიძლება გამახსენდეს. 2011 წელს სტარდებოდა ცეკვის ბეთლი საბაგიროს შენობაში. მან გავიცანე? არა, მან არ გავიცანით, მაგრამ ყვები რა ისტორიას. მონოჰოლის უკან არის ეს საბაგირო შენობა, ვინც არის ის და მანამდე იყო შეკრება, ახო, სამორი უნდა ყოფილიყო წამყვანი და სამორის ინიციატივით მე როგორც ვიცი, უნდა ჩატარებული, უნდოდა რომ იქ რეპ ფრისტაილებიც ყოფილიყო რა. ხო. ეს KA-მ გამაგებინა რომ ესეთი რაღაცა ხდებოდა, KA-ის ვიცნობდი და შევიკრიბეთ და იქ იყვნენ ჯერონიმო, კაზიჯაზი, ძალიან მაგარი დღე იყო ეგ. მაქსი, მაჩაიძე. ველოდებით რომ სამორი უნდა მოვიდეს რა, შენ მეგონი არ გიცნობდი. ხო, და მოდი მე. არა და მოდის სამორი ბიჭო, ვიყურები რა და მეორე ტიპიც მოდის რა პარალელურად რა და მეორეც სამორი არის. კარგი, შენ DJ ხარ, უკრავ ბარებშიც და ბარებისგან არ ხარ შორს. არა, ყველგან უკრავ, რავი, ცეკვის ბატლები, ბარები, Red Bull-ი, ისა, ანუ ბენდებთან ერთად, თან პროსტა ბენდები არა, ანუ ტიპები ჯაზს რო უბერავენ და სხვა BPM-ში რო უკრავენ, აქაც რო უკრავენ და იქაც და შენი საყვარელი ბარი რა არის? ბარი როგორც შენობა თუ ბარი როგორც რეპერის ბარი? არ ვიცი, შეგადაწყვეტე. აუ, კაი. ეხლა წავალ სახში. დავფიქრდეთ. არა, რამე უცებ გააძრე. ბიჭო, Goods-ი არის ეგეთი რეპერი რა. არ გამიგია. Goods. Goods, როგორ არა, ვიცი, მეც მევასება, მაგრამ battle rapper-ი, ხო? Mag Tips battle-ში. ზეთი რო არის. კი, Mag Tips. ძალიან მაგარი. Mag Tips, ეგ ტიპი, კაროჩე, რაღაცა battle-ში რაღაცეებს იმაშვებოდა, იხსენებდა თავის წარსულს, თუ როგორ ჩალიჩობდა და ჰასლერობდა რაღაცეებს რა უბანში რა და ტიპმა უთხრა რომ რაღაცა ბარი გაუჩითა რომ ამა take the OZ და send him to the rest of the letters და დარჩა God. ანუ ორი O და Z რა და OZ ამოიღო და ამა send him to the rest of the letters და მეთქი oh shit მეთქი ეს არის ბარი თქო ხო ძალიან თესლი არის. ადრე ბავშვობაში ვიყურებდი მაგის ბეთლებს, არაფერი განსაკუთრებული. ხო, Locksmith-ი და ვიღაცეები რო იჩნდებოდნენ. ნუ ბევრი ქონდა რა და ერთი პროსტა ისა მაქვს რა, ჩაბეჭდილი თავში რომ რაღაცას ამბობს and the ladies here, I'm cooking this guy. Bring my apron here. And that's occasion wear. You're the latest gear. I'm cooking this nigga. Bring my apron here. სასმელთან? სასმელთან? ო, კარნიტის მაგრა უხდება სასმელი. რები, ჯინი გაქვს? ჯინიც მაქვს. ჯინი. Let's go, try gin. მე ის challenge-ი მაქვს შენთვის რა. რა challenge? რო უნდა აირჩიო ან დალიო. რა უნდა ვირჩიო? ორ რაღაცას შორის უნდა აირჩიო. ან ეს, ბიგი თუ თუფაკი, პირობითად. გავაზრე. ანუ დალიო. დავაი. მაგისტვის შოთები არა, აქიდან დავნე. ეს შოთია, ჩემი ჩავი. შოთზე უარესი. Okay, MC-ing თუ DJ-ing. ვაიმე. კაროჩე, easy life-ს ავირჩევ DJ-ing. DJ-ing. DJ-ing არის easy. ანუ easy life-ია რა. იმენა. რა, უკრავ? რა. მაგ სიმღერას 500 ჯერო მაგ დაკროლი? აჰა, okay. ფულს იხდი? okay. სადმე მფრინავ აბუდაბიში? okay. წარმოგიდგენ ქართული რეპით რო იგივე მიდგომა მაგ ცხოვრებასთან. ართული. რა,
3 ალბომი ჩავწერე. 80 ბარი ვიბაზრე, შეცდო მის გარეშე. YouTube-ზე მილიონი ნახვა მაქვს, ყველას ყველაზე უკიდი ვარ? ოკეი. ხوارი შედარებ. ბეთლი აკაპელა თუ ბეთლი ბიტზე? ბიჭო, რა მძიმე ტიპი ყოფილ ხარ შენ. მინდოდა რომ ისეთი აი თუ ბეტლია, მოდი მე აკაპელას ავირჩიო. ოკეი, აკაპელა იყოს. ეხა ბიტზეც ხო ემზადებოდი რა და რომ წერ, ანუ დაუშვათ ჩავთვე ტრეკი და ტრეკი 2 წუთნახევრიანია და რაღაცას წერ, ისე რაღაცა და ტრეკი ხო მორჩა. მე უფრო კარგად წერ. მე დავწერ ოუში. რაღაცა მე ჩავთვე სარეტევა წაშალე. რაღაცა და არის 1-2 ხაზი. შენს მომას მიცავარ. მეც გონია მსგავსი სიტუაცია. კარგი, შენ ესევე ბაიკებით ხარ დაინტერესებული? ხო, ჩემი ის არის, რა ქვია, როგორ გითხრა, passion. და ესევე ხარ ფიტნესით დაინტერესებული? ბიჭო, ეგ ორი რაღაცა, ანუ ნახე, რაც თავი მახსოვს, რაღაც პირველად 3 ორბლიანზე რომ დამსვეს იმის მერე სულ რაღაც 2 ორბლიანზე ვიჯექი და მევასებოდა, სულ მინდოდა მოტოციკლეტი კონკრეტულად. სხვა შორის რომ მკითხეს, მე მგონი ტერმინატორის ფილმმა ჩამიტოვა შვარცენეგერი რომ ბაიკით მისდევს ტრაილერს თუ რაღაცა აი მაგ სცენა ჩამიტოვა, მაგრამ მაგის გარეშეც სულ მევასებოდა 2 ბორბალი რა. მე ესეთ კითხვას დაგისვა. მოტოციკლეტი, ანუ ბაიკი თუ ჯიმი? ბიჭო. მოდი მოტოციკლეტს ავირჩევ და რატო იცი? მართლა? რო რამე ზურგზე წამოვწევი და მოტოციკლეტს ავწევში. ეხლა დაამთავრე ბარი. შეძლებ ამას? მიდი აბა. როგორ ჩანს, მაგრად გევასება ჯეტეა, შენი ტრეკების სახელები რო ვნახე. ეს სისულელე თავში არ მეტევა. არ არის. არა, ხო? არ ვიცი აბა. დალი. მე ვთამაშობ კოდების გარეშე, სანამ შენ ფურცელი შემოინახე. ვისია, აბა? არ ვიცი. არა, შენც ხარ იმ ვიდეოში. ვიცი, ხო, ვიცი, პელესია, ხო? ალბათ, ხო, ჯეტია და ისინი მახსოვს, ხო? კი. ვინ ხარ შენ, dog, ვინ ხარ? ზოგი არის კაი ტიპი? ეს უნდა იცოდე. გაგნანახის მაიმუნი როზის ესე რომ უტყაპუნებს. ხო იცი ეგ მაიმუნი, თესლი მაიმუნი რა. თავში რო იჩთება და ან ნატურა ინთება, ან ეგ მაიმუნი. ეს უნდა იცოდე, ამ ეტაპზე უნდა იცოდე. ვისი არის მაინც მითხრა? ნიკი სლოუ. ლოგიკურია. გაიმეორე? ვინ ხარ შენ, dog, ვინ ხარ? dog, იასნი უნდა მეთქვა რომ ნიკია, ხო? ხშირად აქ dog? ბიჭო, წიან დადება რა ინგლისური სიტყვის გარეშე? არა, ხო, მაგრამ dog პირველად შევხვდა, მე მგონი. კარგი, აბა ეს. Rappers I monkey flip 'em. With the funky rhythm of the kicking, flipping composition. Pain on my Scarface, sniffing cocaine, holding the M16. See with the pen I'm extreme now. კარგი, ჩვენც ხო გავურეპოთ რა. ბიჭო, შეიძლება. პროსტა რაღაც 70 BPM-ზე ვწერდი. და შემიძლია აკაპელა განახო რაღაცა. შენ არ გაქვს რამე რომ ანახო? მიდი რა გავაცრე. კი. ბოლოს რაც მაგ დაწერილი ერთ-ერთი რა, on ინგლისურად არის რა. Fuck shit'll always have you thrown off. You know life getting hard as soon as you go soft. Players lose money tricking, real macking don't cost. They say no pain, no gain, no challenge, no loss. We all get a spin. Gotta make sure it's a win. I just show up and show discipline. Never drink before performances, that's my show discipline. Hit a baddie after and the next day I still hit the gym. I know it must be something about the way I twist my pen that make dudes mean mug and bitches grin. A lot of force hating fake smiles. I knew not to trust groupies and wannabe managers when I saw 8 Mile. All fake people go together. Turn on me once, I don't need to get to know you better. Somebody give this dirty hose a checkup. Being real is my religion. Welcome to the holy Mecca. The name's past life. I was probably an emperor in my past life till I got caught up in the fast life. Ain't no way you stopping me from getting mine for the second time. Wanna be the next to shine, better get in line.
ვაუ, იმე კესიდი გამახსენდა უცბად არ ვიცი რატო იმენა. კი, აი ეს დღეები სულ აი მაგრებზე ვარ რა. მაგრებზე ხარ? Banksy, Cassidy, მართლა, ოკეი. ხედავ, makes sense. კი. ბებიჭო, როგორ რაღაცაა, იცი? 60 BPM-ზე ვწერდი, როგორც წეგან გითხარი, მუსიკა რომ მორჩა თქო. და მე რო წავიდა გულაობა. ხო და გულაობდი რა. ეგეთი რაღაცა მაქვს, კაროჩი, ნახევარს აიგითხავ რა. აქ ჯერად ქეში სიმართლის, აქ ჯერად ქეში სიმრავლის, ამ ჟღერად ფაქტებს ჯერად გიმრავლებ, ფაქტია დღემდე მე სულ მიმართლებს ამ კრეატივს, ვატან კრეატინს წინ მასა მიდგას, მე ვუთხნავ ტვინს, მე მასე მინდა და დავწოვთი ხიდს თუ არ გიღირს ტყუილად აღებ პირს, არაფერს დავთობ მუღამის გამო. ფორტუნა მიღიმის მანიცის რატო თუ მეთანხმები და მეხმარები, ნუ მედავები ამით მებრალები, შენ ხვდები ერთი ტომი ვართ, მესმის შორიდან გაუძელი მოვდივართ, თუ მასტერი დააგდეს ადექი მტვერი მოიფერთხე რონინები როდივართ, სოლო თამაში სანამ არის ძალაში ქალაქ ძინავს მალე მორჩება პარპაში ჭაობის ფსკერი მეძახის აღარც ვაპირებ უპასუხო ამ ნომერს მეძავის ნუდებს მიგზავნის ვრეპავ სინავ დაკალებს ჩითავს მე სოკოს ვკრიფავ სულს მაძობს სხეულს მთხოვნის პორნჰაბზე მსგავს შენ ვერიპოვი სისხლის სუნი პირში ფანტასტიკური რიგზე მარჯვენა ყბაში ძის კლასიკური მიგდე ყური ბიძე ჩაციკლული ახსენე ჩემი სახელი სამჯერ ავი სული ფიქრობ თვალი ღამეს მარტში მარტო როგორ დავრჩი მიმყავს მარტოს მარში კაცი ადამიანი მე გადავრჩი ჩაყრა ავყარე სიგარა გავხიე თუ მწყურია წყალს ბონგი დავსვაო ფრთები გავშალე მთები გავწიე Bounce obedience baselines კლაო. წარმატებას გისურვებ ბეთლზე. So ბეთები ჩემზე დაიდოს. ბეთები ამ კაცზე დადეთ. ეს იყო გადაცემა გაუგებარი. მე ვიყავ Young Mike, ჩემი სტუმარი იყო MC/DJ Grotesque. წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას. ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი. შედეგად ალგორითმი აირია. ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად აინტერესებთ, ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკლდა ნახვები. გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან. შევქმენი ცალკე არხი, სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ. თუ გაინტერესებს ჩემი ინგლისური შემოქმედებაც, გამოიწერე Pesh Life.